2021 წელს მოვიდა ჩვენთან ბახვი ხესი და იმ დღიდან დღემდე უზრუნველყოფილია ჩვენი საბავშვო ბაღი ინტერნეტით. მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია ინტერნეტი საბავშვო ბაღში, ზოგადად სკოლამდელი განათლებისთვის ძალიან ბევრი აქტივობებს ვიძიებთ ხოლმე და მე ჩვენებრივი ინტერპრეტაციით შევცვლით რაღაცებს და ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე სახალისო აქტივობებს ვატარებთ. განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბავშვისთვის გარემოს მოწყობა. იქ იყოს ჯანსაღი და ჯანმრთელი გარემო, სადაც ბავშვი გრძნობს თავისუფლად თავს, უზრუნველყოფილი იყოს ეს გარემო შესაბამისი ინვენტარით, ბავშვისთვის სასურველი ნივთებით და ბავშვი ამ გარემოში გრძნობდეს თავს ბედნიერად. ბახვი-ჰესის შემოსვლა მართლაც მნიშვნელოვანი იყო რეგიონში და ზოგადად ჩვენ სოფელში ჩხაკოურაში მოგეხსენებათ მნიშვნელოვანი იყო იმ გაგებით რომ ახალი იდეები ეს მნიშვნელოვანი გახდა როგორც მოსახლეობისთვის, თემისთვის, საზოგადოებისთვის, ასევე სკოლისთვის და ხალხმა გაიგო ჰესის მნიშვნელობა როგორია და ენერგეტიკის კუთხით ცნობიერება უფრო აიმაღლა მოსახლეობაში ამ კუთხით, ენერგეტიკის კუთხით, გარემოს დაცვის კუთხით. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი ის გახდა რომ არსებობს ისეთი ეს ბიზნესი ბახვი-ჰესი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს ისე რომ ზიანი არ მიაყენოს გარემოს, ზიანი არ მიაყენოს ბუნებას და ეს უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი მოსწავლეებისთვის. თავიდან სანამ ბახვის გამოჩნდება ძალიან წირი ინფორმაცია მგონა ზოგადად გარემოს დაცვაზე და საერთოდ ეკოლოგიაზე. ბახვესის გამოჩენამ ამავე დროს მანამდე ისიც კი არ ვიცოდი რომ რაიმე პერსპექტიული მომავალი შეიძლება ჰქონოდა და დავსაქმებულიყავი ამ კუთხით. შესაბამისად ყველაფერი ამოტრიალდა და პირველივე ტრენინგიდან როცა უკვე ინფორმაცია მივიღე და რაღაც მივხვდი რომ ეს სფერო მე ძალიან მაინტერესებდა და აუცილებელი იყო რომ დაგვეცვა ბუნება, გავფრთხილებოდით ყველას რაღაც ქვეცნობიერი უფრო მაღალი ქონოდა ამ კუთხით და გარემოს დაცვა იყო არა მარტო ვალდებულება, არამედ ცხოვრებისეული ერთ-ერთი რაღაც ასპექტი და ბახვი-ჰესის დამსახურებით სწორედ მე მომავლის პროფესიაში შევიძინე და როცა არცი წარმომედგინა რომ საერთოდ ამ კუთხით დავსაქმდებოდი, ეს გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ამ კომპანიის მუშაობის მანძილზე ამ წლების განმავლობაში გურიაში გარკვეული სპეციფიკური პროფესიული მიმართულებების ნაწილში ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუწია ფინანსური დახმარება. არა მარტო ფინანსური დახმარება, მგონია რომ რაღაცნაირად წაახალისაკინეს მოტივაციაც მისცა. და მაშინ როცა საქართველოში ეს დარგები რაღაცნაირად ძველი კლიშეების და სტერეოტიპების გამო ითვლება რაღაცნაირად არაპერსპექტიულად პოტენციალის არ მქონედ მგონია რომ ეს არა მხოლოდ კომპანიისთვის, ზოგადად გარემოსთვის არის მნიშვნელოვანი და მოსახლეობისთვის კიდე იმ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, რომ ვფიქრობ, რომ ბახვი-ჰესმა რაღაცნაირად დატოვა, არ ვიცი, რაღაცა გზამკვლევი, რაღაცა პრეცედენტი ამ რეგიონში, იმისთვის, რომ ამის მერე უკეთესად შეაფასოს, როგორ უნდა იქცეოდეს ბიზნესი რეგიონში და ზოგადად თუნდაც დასაქმებულების მიმართ და თუნდაც იმ მიმართულებით, იმ პროფესიულ დარგში, სადაც პოზიციონირებს.